მშვიდობის საძირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. აი პარასკევს როგორც დაგფერდით, კვირას მეყოლებათ კოსტუმრად და იმიტომ რომ 6 მაისს აჯარა მუსიკ-ჰოლში ირაკლი ჩარგიანს, საღამოშვიდობისა ირაკლი, აქვს ფაქტიურად სოლო კონცერტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად აი ამ კონცერტთან დაკავშირებით, რატომ საერთოდ იდეა და ერისი თქმა სურს საბოლოო ჯამში მუსიკოსი იქნებ რაღაცებს ახლა ჩვენ ხვდებით, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველი წყაროდან ყოველთვის უფრო საინტერესოა. ასევე კონცერტში ხებულობს მონაწილეობას გაგადუ, პერკუსია და თავისთავად ქეთათო, რომელიც კონცერტის არამც თუ განუყოფელი ნაწილი არის, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. იმიტომ რომ ვოკალის კიდევ ქართული ნაწილი ქეთათო წარმოგვიდგენს და არა მარტო ვოკალს, ასევე პერკუსიასაც. მაგრამ შენც მამუკაც ნაწილია ამ აქციაში. ხო, და მეც მონაწილეობ, მაქვს პატივი, ეს ასე ვთქვათ, რაღაც ისე დაბალი ბანის ამპულაში წარსკები. ბანი. 6 მაისს თავისთავად ძალიან დიდი ხანია, ხო? ირაკლი, შენ აი ესეთი შეხვედრა არ ქონია. მაყურებელთან. და საკმაოდ ისეთი შეხვედრა, ხო? ესე უპასუხებ, ესე ვკითხავს და მე და კარგი. ჯიგარი. აი თავისთავად მაყურებელი რაღაცას ელოდება. რას ელოდება, მითო გითხე? რას ელოდება მაყურებელი? I must follow the. Who's it? Iraklი ჩარგიანი მაგ. Wait long. I must do. საღამოს საუბარი 6 მაისს. მაშინ აჭარა მუსიკალი როგორ იქნება? Do it, baby. Maestro. და solo. Can't do. Very good. Very good. Very good. არა ხა ჯაზი არ იქნება მარტო რა ჯაზი არის ნაწილი ჩემი ჯაზის ჩემი სულიერი ჯაზის და ამიტომ ახლა ესეც იქნება პოპიც იქნება პოპი that's a poppy so the three poppies ამოვიყვანოთ არა ორი მოდელი ჭერს თუ არ უშველი თავს არავინ გაგიგებს კარს შენ წელს აღარ ახსოვ ხარ ძველს შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ შენ
ვერ გაღვიძებ ხალხს თუ არ განძრევ ხელს და არ გადეხავ კარს და მე თუ არ მიეჭერ გას ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს ისევ გაწოვენ ჯვარს ისევ მოიკლავ თავს ისევ ვიждები იქ სადაც სვავენ ამ ხალხს დღეს ციხეს რა თუნდა რკინის კარები მას უნდა ქონდეს შუშა ბანდები გავტეხავ შუშას გავიფარები ვეღარ დამიჭერ შენ შენ მე ვერ დამიჭერ შენ მე ვერ დამიჭერ შენ მე ვერ დამიჭერ შენ მე ვერ დამიჭერ დღეს თუ არ უშველი თავს არავინ გაგიგებს კარს არავინ გაგიგებს კარს შენ თუ არ უშველი თავს არავინ გაგიგებს კარს არავინ გაგიგებს კარს და მე თუ არ მიეჭერ გას ისევ დაგიჭერს ის ვინც ვერ უშველა თავს ისევ გაწოვენ ჯვარს ისევ მოიკლავ თავს ისევ ვიждები იქ სადაც სვავენ ამ ხალხს დღეს მოვიდა დრო ჩვენი დრო ამომზე Satrangi agar Goros Satrangi agar Goros Mystery agar Goros Sidröve Datlopto Vrundavise Wavilevit Helshi Davivitsrev Zagebuos Memo Shentana Vatres Memo Shentana Vatres Warde Vitreshi and Warde Siteli Warde Siteli Avataras Dros Siteli Warde Avataras Dros We want to make it a bit jazzy.
Thank you. Außerdem so tun ich jetzt auch mal ეკას ვისი დაბადების დღეც არის ჩემი საყვარელი ნიკუშა შენგელა ესწრების და ეკა გილოცავ დაბადების დღეს მოულოცეთ გილოცავ ეკა დაბადების დღეს ოსი შენგეთნება ორღანი რა ვქნა აუზე გაი პაზარეკი ძალიან რთულია ეხლა შენ ფაქტიურად 4-ვე ალბომიდან წარმოადგენს კომპოზიციებს და ალბათ ძალიან რთულია მithumetes ავტორისათვის ამოარჩივა ანუ რისი წარდგენა რა პრინციპით ხდება და იცი რა არის თავი მე მაინც მგონია რომ ერთით მუსიკალურად რაც მოდის აი რაღაცა იმ დროიდან პრინციპში ხა აქ ფაქტობრივად რატომ მინდოდა ამ კონცერტის გაკეთება რომ რაღაცნაირად აი ის მთელი პერიოდი მოვიცვა მინდა გესმის რაც აი 90-იან დასაწყისიდან აი აქედან რა როგორ ხება Oh so fine people smaller than they are And crossing the cordless angle what I had No shut My town is not mine Places I love are places I hate And maybe what distance is nothing But reason for fear Wooden monkey take me from here Wooden monkey, I know you are real. Wooden monkey, save me from cold. Wooden monkey, just lie by my side and tell me war is over. I was like, egit ponchada, kar wooden monkey. Wooden monkey, take me from here. Wooden monkey, I know you are real. Wooden monkey, save me from cold.
დღემდე. იქიდან რა გეუნდე რა? მანგო ჩემია. გემრიელია. შაოზანგო რადგინა მანგო ეიცუდოზანგო აი რა ესეთი ყველაფერი რო იყოს ისეთი რაც მოწონს რა ჩემს და მაყურებელს და რა ვიცი რაც ისეთია რა რაც უყვართ ანუ აი ის არ არის კომპოზიციების ზოგი შესრულება მე მიყვარს კონკრეტულად უფრო შევიყვანეს კომპოზიციები რომელიც უფრო უყვართ ანუ რა ანუ უფრო ესეთი მიმართულება უფრო გათვლილი არის რაც გარკვეულ კონტაქტზე უფრო ხო აი კომერციული პირდაპირ ხარ კომერციული გათვლები არ არის მაგრამ უბრალოდ გათვლილი არის იმ მუსიკაზე ფაქტიურად რომელიც შემში უყვართ იმ ვიღაც გარკვეული არა ეგ გასაგებიც არის იმიტომ რომ თვითონ ადგილი ხა დარბაზი საკმაოდ დიდია ხო საკმაოდ დიდია და ეხლა ბევრი ხალხი მოვა თავისთავად გეკაოს დარბაზი ცოტა არ იყოს ისეთი კამერული კომპოზიციებით მაგალითად უფრო ისეთი ხო რაღაც რუხ ფარდებსაც ხედავ აი განსაკუთრებით ამოში გართ ძალიან საინტერესო ისეთი კომპოზიციები რომელიც ახლა სასცენო და სიტყვაზე ახლა მაყურებლისათვის უცებ თამითმეს ცოტა რთულად ასახმელია იცი რა არის მე მაინც მგონია რომ მაქსიმალურად აი რატო ჩემი თვითმიზანი ხო არ იყო მარტო ეს აკუსტიკური და ამპლაგდი მართლა ამპლაგდი რასაც ვქენ ამპლაგდი არის რა რომ აი ის პირველ წყარო როგორც იქნება კომპოზიცია ანუ ის აი ეს ხის გიტარა იმიტომ რომ აი ბილეთშიც იმ პრომოშიც ხო არის რომ თეთრი გიტარა და აი ეს თეთრი გიტარა ნიშნავს იმას რომ აი მაქსიმალურად მიახლოებული პირველ წყაროსთან სიმღერა იცი აი ის ჟღერადობა მინდა რომ ჩემს მსმენელს დღეს პრინციპში შევთავაზო და არა ის როცა უკვე ესის მე გიტარას ვაერთებ ბევრი რაღაც იცვლება ძალიან ჟღერადობაში და ამიტომ გესმის უკვე სხვა ირაკლი ჩარკვიანი მოდის და ეს ირაკლი ჩარკვიანი მე მახსოვს შენ თავიჯექი მართლა გადაცემები ლაპარაკობ და შენ გიტარაზე და იმას აღარ აკეთებ რომ მითხარი ეს ნაწილი იყო ანუ ამ რაღაც იდეის, იმიტომ რომ მართლა მივხვდი რომ ეს არა ეს აშკარად იზრდებოდა. ესეთ როგორ ვაკეთებ ამას და ამიტომ ესვის ახლა მე ყოველთვის ვცდილობ დავაკმაყოფილო ინტერესს პუბლიკის ამ თვალსაზრისით. ამიტომ ეს რაღაც ტიპის კომერციულია კონცერტი თავისი არსით, იმიტომ რომ არ არის ახლა ეს ექსპერიმენტული კონცერტი, სადაც მე ახლა მართლა რაღაც გიჟურ ექსპერიმენტებს დავაყენებ. არა, ეს არის უბრალოდ აი კომერციული კონცერტი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ის სიმღერებია, რომელიც ფაქტობრივად იყიდება, ანუ მოწონთ და რა თქმა უნდა გარკვეული ინტერპრეტაციებით. თავისთავად. მით უმეტესად აკუსტიკურ ვარიანტში ჩვენ აი ბოლო პერიოდში ძალიან ფაქტობრივად ხედავთ უკვე რა ძალიან ისეთ მზამასალას. მზამასალაა სულ ყველაფერი ისეთი მასტერინგები აქვს და ისეთი რა ლონდონის სტუდიებს შეშორდა. აი მასტერინგი ცოცხალზე, აი მასტერინგი. რა თქმა უნდა, არ არსებობს. და ზუსტად აი მე მგონი ზუსტად დინებაში დროს მოა, ხო? სუფთა სული. აი ეს არის ჩემი კონცერტის მთავარი, როგორ გითხრა, დევიზი, სუფთა სული. მე მაინტერესებს ადამიანის სუფთა სული. ეხლა შენ რაღაცას ვემატყუებ სახში ჭარბარე მოიტანი, აი რა ეხლა მე მატყუებ. როგორ ღერი მოდი ჯაჭეკ ჩემთან ერთად ვიმღერო. თუ მღერი ისე როგორც უნდა იმღეროს, პროფესიონალმა მომღერალმა ძმა ხარ. ვერ მღერი თო, ჯიგარი ხარ მაინც ძმა ხარ. რა თქმა უნდა. არა მუსიკალებში ხო ეგრეა. მოდი ჩემთან შენი ძველი ქუჩი. მოდი ჩემთან შენი ძნელი გზით. მოდი ჩემთან სანამღრუბელს ბოლო უჩანს. დაოცნება გამინდა თემზით. ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა ისტორია დარჩება ის რაც ვიპოვეთ ჩვენ მე და შენ მოდი ჩემთან სანამ მოვათოვე მოდი ჩემთან სანამ მოვასხო მოდი ჩემთან სანამ ზეზე ჩამოწვევა შედა დანაპირებს მიტოვებს ხო ისტორიას დარჩება
ჩვენი შეხება ისტორიას და რჩება ჩვენი ხმა ისტორიას და რჩება ის რაც ვიბოთ ჩვენ მე და შენ მე და შენ I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India. I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India. I was born on Sunday. Yes, I was born on Sunday. I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India. To India. Hare Hare Krishna, Hare Hare Hare, Hare Hare Vishnu, Hare Hare Hare, Hare Hare Gita, Hare Hare Hare, Hare Hare Buddha, Hare Hare Hare, Hare Hare Buddha, Hare Hare Hare, Hare Hare Buddha, Hare Hare Hare, Bodhi Bodhi Chintana, Bodhi Bodhi Male, Bodhi Bodhi Karma, Bodhi Gamachare, Bodhi Bodhi Chintana, Bodhi Bodhi Male, Bodhi Bodhi Karma, Bodhi Gamachare, Bodhi Bodhi Chintana, Bodhi Bodhi Male, Bodhi Bodhi Karma, Bodhi Gamachare, Hare Hare Velanda, Hare Hare Hare, Bodhi Chintana, Bodhi Gamachare, Bodhi Chintana, Bodhi Gamachare, Bodhi Chintana, Bodhi Gamachare, in India, in India, in India. In India, is it good? In India, in India. Are we going to tell you that you got to Tbilisi as a maestro directly Jarkani? რა თქმა უნდა ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით მაესტრო და ირაკლი ჩარკანი. ახლა ჩვენ გვაქვს გადაცემაში პატარა დიხარი მდგომარეობს იმაში, რომ სოლო ალფაბეტია პირდაპირ ეთერში და თქვენს წინაშე დღეს წარდგება თეთრი ბლუზის JJ Cale. JJ Cale-ს სახელი გაითქვა როგორც ნიჭიერმა კომპოზიტორმა. მის კომპოზიციებს ბევრი ცნობილი მუსიკოსი ასრულებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამ სიმღერების ავტორი Cale-ია, ბევრმა არ იცის. კომპოზიტორობის ნიჭის გარდა JJ-ს შესრულების საკმაოდ საინტერესო მანერა გააჩნია. მართალია, რამდენიმე კრიტიკოსი თვლიდა, რომ Cale ერთფეროვანი მუსიკოსი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსის სტატუსის მოპოვებაში. JJ Cale-ის ნამდვილი სახელია Jean-Jacques Cale. ის ოკლაჰომას შტატის ქალაქ ოკლაჰომა სიტიში დაიბადა და თინეიჯერობის დროს სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფში უკრავდა. 1964 წელს Cale ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და რამდენიმე თვის მანძილზე უკრავდა ჯგუფში სახელწოდებით Delaney and Bunny. 1965 წელს იწყება Cale-ის სოლო კარიერა. ამ წელს მან დაწერა სიმღერა After Midnight, რომელიც დღემდე მუსიკოსის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. სხვადასხვა ამ სიმღერას ცნობილი ბლუზმენი ერიკ კლეპტონიც ასრულებს.
1966 წელს ქელიმ კომპოზიტორ და მომღერალ როჯერ ტილისონთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი სახელწოდებით The Leather Coated Minds და გამოსცა ალბომი სახელწოდებით A Trip Down Sunset Street. თუმცა მალევე მიხვდა, რომ მის ლოს-ანჯელესურ კარიერას წარმატებული ვერ დაერქმეოდა და ისევ ოკლაჰომაში დაბრუნება გადაწყვიტა. 2 წლის განმავლობაში ის ადგილობრივ კლუბებში უკრავდა და სიმღერებს წერდა. 1979 წელს მუსიკოსმა ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს კომპანია Shelter-თან. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა JJ-ის ფინანსურ მდგომარეობაზე და სახელზე დადებითად იმოქმედა. 1971 წელს გამოიცა სადებიუტო სოლო ალბომი სახელწოდებით Naturally. მასში შესული სიმღერებიდან განსაკუთრებული პოპულარობა Crazy Mama და Call Me The Breeze-მა მოიპოვა. იმავე 1971 წელს ქეილი კიდევ ერთ ალბომს უშვებს. დისკმა სახელწოდებით Really წინამორბედის წარმატება ვერ გაიმეორა, თუმცა არც წარუმატებელი ეთქმის. მომდევნო წლებში JJ მუშაობის ნელტებს ირჩევს და ალბომის ყოველ მეორე წელს უშვებს. მისი მესამე ალბომი სახელწოდებით Okay 1974 წელს გამოდის. მეოთხე კი სახელწოდებით Troubadour 1976-ში. ამ ალბომშია შესული ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპოზიცია Cocaine, რომელსაც ერიკ კლეპტონი ასრულებს. ამ დროისთვის ქეილი საკულტო მუსიკოსად იქცა. 1979 წელს გამოსცა ალბომი სახელწოდებით 55. 1981 წელს კი ახალი კონტრაქტი გააფორმა კომპანია MCA-ისთან. ამ კომპანიის მონაწილეობით შეიქმნა მხოლოდ ერთი ალბომი. შემდეგ კი მუსიკოსი Mercury Records-ში გადავიდა. 1983 წელს მან გამოსცა რიგით მერვე ალბომი სახელწოდებით 8, რომელიც იდაღუმში საერთოდ ვერ მოხვდა. ეს პირველი შემთხვევა იყო JJ-ის კარიერაში. 90-იანებში მან კიდევ 4 ალბომი გამოსცა, რომლებიც ასევე ვერ მოხვდა ჩარტებში, თუმცა კიდევ ერთხელ განამტკიცა JJ Cale-ის როგორც საკულტო მუსიკოსის სახელი. მისი ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარია Guitar Man, რომელიც 1994 წლით თარიღდება. განვაგრძობდა 6 მაისს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 6 მაისს აჩანა Music Hall-ში ირაკლი შარკვიანის სოლო კონცერტი. დღეს იგი სტუმრად ყავს, მეგობრებთან, მეუღლესთან. მეუღლეა. ჩვენი დრო ჩემი ხმა და მეცა ყოველთვის შეთანვა შენივა სიყვები სათქოს სიმღერას დაბდოლე მე ასეთი დავშევი თუ გამიძლებს დრო იოლად მისაჩვევი როგორც მალბორო ვიცი რომ ჩემი ხმა და მეცა ყოველთვის შენთანვა შენივა სიყვები ხანდახან solo Urira, ya bo bo bo
გამარჯობა დრო მეგელოდი შენ ასე დიდხანს გამარჯობა დღე პირველად ვნობ შენ შუქსა გამარჯობა მზე შენ დავსხლის სისხლი ახელებს გამარჯობაცა ბებენდობი შენ სადასպես ადასպես გამარჯობა ზღვა მე ვიცი დაბრუნებულს გნახავ გამარჯობა თოს შენ დაბანჭუჭყიან ძლებს გამარჯობა ქარს შენ გაბანდა ღრუბელთან ნაღველს გამარჯობა ხალხს ჩვენ გავაქვს ცერცხლიან გზას თუ ბეკნა დრო დრო ჩვენი დროც მეგო მოვიდა დრო რეაქტიული მარტოობა დაწაბული გამოუთქმელი შიში შეხების საგნებთან საყვარელთან გაქრა დადგა დრო გამოთხოვების ატყესთან დრო უბრალო მართავ ფერთა ხელჩაკიდების დრო ციფლად ხალხის წითელ კაღალზე დრო გაქონილი მწვავე თვალების განათხოვარი სმაზე კაცების მაშინებელი დაუნტობელი როგორც ყოველი მართალი Is the road is the sakshi siva is the toast that's trembling siva no ami petke bkhits daelo dem zes shemogirebs ars დაგეტყვის მომეცი თუ გავს თბილი ხელი მომეცი თუ გავს ცოტა ხმა მომეცი თუ ხარ ბათუმელი მომეცი შავი Momenti scemi, momenti scemi, momenti luci, sciavi, momenti scemi, momenti scemi, momenti luci, sciavi, cadmo sulla scuola. Nu daugerებს ხვას რომ მე არ მოვა შენთან მოვა დავბრუნდები მე შენთან მოვა დავბრუნდები მე შენთან მოვა მე შენთან მოვა Me sentavo a prendere magari me sentavo a prendere momenti scemi momenti scemi momenti lurgi Sciavi, momenti scemi, momenti scemi, momenti ciani, sciavi, Aí é, Nebude debo ეს იყო ირაკლი ჩარკვიანი ბერგასთან სოლოში. მე აღვნა მეტი რა მოვეცი მე მოვცენ ისინი შავზოს გვათხოვებენ უკვე. ცოტა ხნით გვათხოვეთ შავზოს. ყოველ შემთხვევაში ერთი კაი
გააშავის მოვა. გაიშავის ვაგია. გარუჯლო. ოკეი. და როგორ მოხდა ეს შეხვედრა, თქვათ, მაესტროს იდეა იყო თუ შენი, რა? რა ვიცი, ერთობლივ უფრო. ერთობლივ. ხოც როგორ ხდება უცებ რაღაც ლაპარაკები, რაღაც სხვა პროექტები მე ის არის და ერთად რაღაცნაირად არის. მე უბრალოდ საინტერესო იყო ჩემთვის ამ ეტაპზე აი ამ ჩემი მასალის წარმოდგენა, იმიტომ რომ ბევრი დაგროვდა გესმის უბრალოდ. საინტერესო ხარ ვიღაცისთვისაც, ვისაც აინტერესებს საერთოდ მუსიკის ქმნა ეხა ამ მიმართულების, რა ვიცი, რა მიმართულება არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ძალიან გაჯაზებული ვარ, რატომ ყოველს გამხიარულებული გაჯაზებული და რატო არ ვიცი. ბოლო აი ეს პერიოდი რა. არა, სულ არის რაღაცა რიტმიკა, ესეთი კავკასიური ტრიპ-ჰოპი და რაღაცა ძალიან ის რაღაც იმპროვიზაციას უგერო ბოლო. და აიცი როგორც იმენა. Show me your devil and I'm marry you. Show me your feelings and I carry you. Show me your morning and I come to you. Show me your magic and I fall in love again. You're so special. You're very, very special. You're so special. You're special. Everybody say it. All right. არ მოხვიდე ტექსში აჭარაში. Na 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 გელოდებით მართლა ყველას გულით ძალიან მიყვარხარ და რა ვიცი ეს არის უბრალოდ ნაცები ეს გაჩვენეთ კომპოზიციების რომელიც მინდა რომ გავაკეთო აჭარა მუსიკაში ეს იქნება ალბათ 20-ზე მეტი კომპოზიცია ამიტომ მოგიწევ დიდი ხანი ჩემი მოსმენა და რა ვიცი მე მგონი არ გაგიტეხავთ რა ვიცი შევეცდები ყოველ შემთხვევაში ბოლომდე Big madlo. No no la 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 la. Kida mere get madlo bas. La 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 la. La 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 la. La 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 la. La 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 la. Bueno, bien redo. La 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 la. Adu de casa. La 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 la. La 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 Thank you. დიდი მადლობა X Mics ზეფასო მეგობრებო აჭარა Music Hall-ში ირაკლი ჩარკიანი, კეთათო, კაკადუ და მე შეხვდებით ასე ვთქვათ სცენაზე. ხო, რა ვიცი, ჩვენ შევეცდებით რომ მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნათ, იმიტომ რომ ყველა კომპოზიცია რასაც დაუკრა, მე დაუკრა, იქნება თქვენთვის ცნობილი კომპოზიცია, ამიტომ ერთად მე მგონი ვიმღერებთ უბრალოდ გავიქცეთ. 19 სიმღერა იქნება. მეტი. ყოველ შემთხვევაში ესე არის გათვალისწინებული. იცი რა არის? იცი რა არის სიმღერების მიქსები, ხო გახსოვს? როგორ არის? ხო, პოპულარები გაქვს. არაჩვენებია მე ძალიან მომეწონა ეს ფორმა, იმიტომ რომ რაღაცა. მე მაიმ ფორმა იმას მიქნა, რომ რაღაც მომიდა, ასე რა ფორმის შენება.
ხო, რაც შეეხება კაკადოს, ყველაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა, სცენიდან. ხო, აი, ახლა ბევრი ვილაპარაკე უკვე. ბევრი ვილაპარაკე. ისაუბრებთ ხო მაგაზე. იასნა, ალბომზე მეტი რეპეტიციები დაელდება და ხო არა, ნუ თავისთავად 6 წლის ხმამდე აუცილებელია, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ჩვენ რეპეტიციობთ. არა გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ გენიოსები ვარ და უცებ ახლა. საკმაოდ ნამუშევარი პროგრამა არის. არის საკმაოდ ბევრია ჩადებული. დიდი მადლობა ირაკლი. ესე იგი 6 მაისს საჯარა Music Hall-ში ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო, კაკადუ და მე. ხოლო ეხლა თქვენ გელოდებათ პირდაპირ ეთერში ევროპის და ამერიკის ასე ვთქვათ ბილბორდის ჩარტები, მე კი ამით გემშვიდობები, დიდი მადლობა. შევხვდებით 6 მაისს საჯარა Music Hall-ში. ადიოს. ამერიკულ ჩარტში, რომელსაც ყოველკვირეულად ატარებს ჟურნალი Billboard-ი, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილი Kanye West-ის ალბომმა The College Dropout დაიკავა. რეპერის ნამუშევარი უკვე მე-11 კვირაა, რაც ამერიკის საუკეთესო ალბომებს შორისაა. გასული წლის აღმოჩენად წოდებული როკ ჯგუფ Evanescence-ის ალბომი Fallen ამჯერად მე-9 პოზიციაზეა დაფიქსირებული. ეს ჯგუფი უკვე 60 კვირაა, რაც Billboard-ის საუკეთესო 100 ალბომს შორისაა. Guns N' Roses-ის საუკეთესო სიმღერების კრებული ამერიკაში ისევ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამ კვირაში The Greatest Hits მე-8 პოზიციაზე. მეორე კვირა, რაც სტაბილურად იყიდება Jessica Simpson-ის ალბომი The Skin და სტაბილურ მე-7 ადგილს იკავებს. ცნობილი ტელესერიალების გმირისა და მომღერლის დისკი უკვე 36 კვირაა, რაც Billboard-ის ჩარტში. მე-6 ადგილზე Billboard-ის ჩარტს ახალი წარმომადგენელი ყავს. ეს არის Ghostface Killah და მისი ალბომი The Pretty Tony Album. ეს რეპერების ახალი ალბომია, რომელიც გამოსვლის პირველივე კვირას Billboard-ის მე-6 საფეხურზე მოხვდა. მე-5 პოზიცია დაიკავა ჯგუფ Hoobastank-ის ალბომმა The Reasons. დისკი გაყიდვაში 9 დეკემბერს გამოვიდა და მას მერე საუკეთესო 100 ალბომს შორისაა. მე-4 ადგილზეა პოპულარული მომღერლების ჰიტების კრებული Now 15. ამ დისკში შესულია ყველა იმ პოპულარული მომღერლის სიმღერა, რომელიც Billboard-ის ჩარტში საპრიზო ადგილებს ფლობდა. პრინცმა ცოტა ხნის წინ ახალ ხმისჩამწერ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და მან თავისი შედეგიც გამოიღო. ახალი ალბომი Musicology გამოსვლის პირველივე კვირას Billboard-ის ჩარტის მე-3 ადგილზე მოხვდა. ამერიკულ ჩარტში კიდევ ერთი ახალი სახე დაფიქსირდა, Mariel Winans და მისი ახალი ალბომი Heart No More. ეს მუსიკოსის რიგით მეორე ალბომია, რომელშიც უხვადაა გამოყენებული უცენზურო სიტყვები. ალბომი ჰიპ-ჰოპისა და soul-ის ერთგვარი ნაზავია. პირველ ნომრად ამერიკაში ისევ შავკანიანი მომღერალი Usher-ი და მისი ალბომი Confession არის. რეპერის ბოლო ნამუშევარი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. ალბომი Confessions ინგლისის ჩარტში მე-4 საფეხურზეა, ხოლო single Yeah ევროპის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. I gotta keep on to it.